მოგესალმებით. როგორც ცნობილია, თქვენთვის და საზოგადოებისთვის მომავალ კვირას 3 თებერვალს იწყება საგაზაფხულო სესია, ახდება საპარლამენტო სასესიო ცხოვრება. ასე რომ ტრადიციულად ჩატარდა დღეს უმრავლესობის დომა აქ პარტიის ცენტრალურ ოფისში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე. უმრავლესობის ფორმატში გავიარეთ სხვადასხვა საკითხები, სხვადასხვა მიმდინარე საკითხები, ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც ძალიან აქტუალური იქნება საგაზაფხულო სესიის დროს საპარლამენტო საქმიანობის კუთხით, მათ შორის რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, ვისაუბრეთ რიგი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც მივიღებთ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ საკანონმდებლო ცვლილებები და მინდა გესაუბროთ ამ ცვლილებებზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობა. რევოლუციურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთიდან დაფინანსებული ეგრეთ წოდებული NGO-ები. საბედნიეროდ სახელმწიფომ რევოლუციის ყველა მცდელობა წარმატებით აღკვეთა, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის უპირველეს ყოვლისა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობამ შეიტანა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს უცხოელი არაკეთილმოსურნეების როგორი წინააღმდეგობა მოჰყვა გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველ რედაქციას, რომელიც ერთადერთ რამეს უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების მიერ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციების წარდგენას ითვალისწინებდა. დადასტურდა, რომ როგორც კონკრეტულ უცხოელ დონორებს, ისე მათ აგენტურას დასამალი ბევრი ჰქონდა. საბედნიეროდ ქართულმა საზოგადოებამ მალევე გაარჩია სიმართლე სრულ პროპაგანდისგან და ხელისუფლებამ უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი წარმატებით დაამტკიცა. მას შემდეგ მოვლენები გლობალურ პოლიტიკაში დინამიურად განვითარდა. საქართველოს შემდეგ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები ერთმანეთის მიყოლებით არაერთმა ქვეყანამ მიიღო. მათ შორის იყო საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი და სხვა. საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს USAID, NEDI, EID და სხვა უცხოური ფონდები აფინანსებდნენ. ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ საბოლოოდ ახადაფარდა, როდესაც მან ამერიკული ფონდების სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობასა და სისტემურ კორუფციაში ამხილა და ამ საფუძვლით დახურა. დღევანდელი მოცემულობით უცხოეთთან საქართველოში არეულობის ძალადობისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული. თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდის ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული მშვიდობის, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის გრანტების შესახებ საქართველოს კანონში. კერძოდ, ზუსტება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნოტარიული ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირსხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეიძლება. კანონი დგინდება იმ სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა. ზუსტება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს, ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაიცვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება. თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს მათ შორის იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალის გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ჯარიმის სახით უკანონო მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებული ცვლილებების მიხედვით, გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება. კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. კანონპროექტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს. კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას, ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ასევე 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი, კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ჩანაცვლება ტერმინით გაცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მის ეფექტიანობის ზრდას. კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისთვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტზე. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთ საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით.
ეს იყო მეგობრებო, რაც შეეხებოდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც დღეს განხილულ იქნა უმრავლესობის თომაზე. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კარგად ახსოვს ჩვენ საზოგადოებას, ცოტა ხნის წინ, რაც დაინიცირდა ბატონის ინიციატივა, ბატონი პრემიერ-მინისტრის ფასების შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს კომისია შეიქმნა სამთავრობო დონეზე, მთელი საზოგადოება ძალიან კარგად და ღიად აკვირდება თუ რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ მიდის, ესე ვთქვათ, შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან. ასევე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, რომ გაიზარდა, ესე ვთქვათ, ის წრე, ესე ვთქვათ, დარგების, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს და ამას დაემატა რომლის ფასების შესწავლაც მიმდინარეობს და ამას დაემატა მედიკამენტების ფასები, ანუ ფარმაცევტიული განხრა და ასევე დაემატა საწვავის ფასები. როგორც გახსოვთ და საზოგადოებას როგორც ახსოვს, შევახსენებთ, ჩვენ ყისიერად გამოვეხმაურეთ თავის დროზე პრემიერ-მინისტრის ამ უმნიშვნელოვანეს და ძალიან დროულ ინიციატივას ფასებთან დაკავშირებით და ჩვენ როგორც კი დაიწყება საგაზაფხულო სესია და დარეგისტრირდება ბიუროზე საკითხი კომისიის დროებითი ფასების შესწავლილი კომისიის შექმნის თაობაზე და ალბათ უახლოეს ყველაზე სწრაფ პერიოდში, რაც შეიძლება პროცედურულად ეს კომისია დაიწყებს უკვე პარლამენტში მუშაობას, რაც იქნება საჯარო, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ასევე იქნებიან ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, საპარლამენტო ჯგუფები მმართველობაში, ხალხის ზალა, რომელი სოციალისტები, გახარიას პარტია და საზოგადოება პირდაპირ ეთერში ღიად და ნათლად დაინახავს იმ პროცესს, რასაც ქვია იმ კვლევის პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვართ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ბიზნესთან ერთად გავალთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებზე. ეს კომისია იქნება სამთვიანი, სადღაც აპრილის ბოლოს, ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე უნდა გქონდეს გარკვეული შედეგები და დაახლოებით სამთავრობო კომისიაც ამ ფარგლებში მუშაობს. ასე რომ ძალიან საინტერესო პროცესებია წინ და სულ ეს იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც იქნა განხილული დღეს უმრავლესობის თომაზე. კითხვების შემთხვევაში მზად ვარ უპასუხო. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ნანუკა თინიკაშვილი, ტელეკომპანია იმედი. მაია სანდუს ნარატივზე გკითხავთ, მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებულ ქვეყანად გამოაცხადა და რას ნიშნავს მისიას გზავნილი? ცოტა კომიკურია ხალბატონის სანდუს მხრიდან მისი ძალიან ახლო წარსულს რო გადავავლოთ თვალი და არ წავიდეთ რაღაც შორეულ მის განცხადებებში და მის ქმედებებში. ეს არის ხალბატონი, რომელიც ოფიციალურად აუქმებს და მისი განცხადებებით და ქმედებებით გააუქმა თავის ქვეყანა და თავის ქვეყნის სუვერენიტეტი. ხა ესეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულ დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს ესეთ განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ხედავთ, ვინ არის და რა ძალას წარმოადგენს ის თავის ქვეყანაში. და დარწმუნებული ვარ თავის ქვეყანაში მოვა დრო და მას და მისნაირ ძალებს და მათ პატრონებს გაეცემათ შესაბამისი პასუხი მხოლოდ განცხადებისთვის და არა მხოლოდ ქმედებისთვის, რასაც თავის ქვეყანაში აკეთებს, რასაც თავის ქვეყანას უკეთებს. ასევე ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილი მოსმენა, სადაც ვიცით, რომ ლორა თორნტონისთვის უნდა მოესმინათ გადაიდო, ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ ვაშინგტონში ცუდი ამინდია. რამდენად სარწმუნოა თქვენთვის გადადების მიზეზი და ზოგადად საქართველოსთან მიმართებით ამ კომისიის მიზნები რა არის? ზუსტად ისეთივე სარწმუნოა ეს ამ კომისიის შედეგები და ზოგადად ამ კომისიის მესამე რაუნდი გამოდის, თუ არ ვცდები, ამ ჰელსინკის კომისიის, როგორც მიზეზი ამ კომისიის გადადების. ეს შემიძლია გიპასუხოთ, იმიტომ რომ შესაძაც სარწმუნოობაზე, როდესაც საუბრობთ რაღაც სიმართლეზე, ობიექტურობაზე და აქ მოყავს ჰელსინკის კომისია და კარგად გავიხსენოთ ის ფიგურანტები, რომლებიც იყვნენ პირდაპირ დამბეზღებელები, ზოგი ეთნიკურად ქართველი და ზოგი არაქართველი, ამ კომისიაში ზოგადად არსი ამ კომისიის რო გავიაზროთ, უბრალოდ სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ამ კომისიის ზოგადად მუშაობა, მათი დასკვნები, თითეული გაჟღერებული ფრაზა ჩემი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ეთნიკურად ქართველი მოღალატეების მხრიდან და მათივე პატრონების მხრიდან, რომელიც ადიუტანტებად ახდენ ალბათ იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთია რომ შეურაცხყოფილია და მეორე ზუსტად აი ეს დამოკიდებულება გვაქვს, როგორი დამოკიდებულებათაც და მიზეზითაც გადაიდო მესამე რაუნდი ამ ჰელსინკის კომისიის.
და ასევე საჯარო სივრცეში დებატების დაბრუნებაზე მინდა რომ ვკითხოთ ხელისუფლების ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებისგან განცხადებები მოვისმინეთ, რომლებიც ამ პროცესს ემიჯნებიან. აჩვენებს თუ არა ეს იმ გარემოებას, რომ ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები ხელისუფლებასთან სასაუბროდ. პირველ რიგში, როდესაც საუბრობთ დებატზე, საზოგადოებას გაეცდო პრემიერის ამ განცხადებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს და საზოგადოებას კონდეს საშუალება, რომ თვალყური ადევნოს ჯანსაღ დებატს. როდესაც ახლა აი ამ სუბიექტებზე გვაქვს საუბარი, კოლექტიური ნაცმოძრაობის გადმონაშთებზე და იმ პარტიებზე, რომელიც რეალურად უნდა მოლოდინის რეჟიმში არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ამაზე კომენტირება როგორ შეიძლება ერთი მხრივ შეიძლება მხოლოდ ამაზე კომენტირება რომ მათ უნდა გაიგოს საერთო დებატის არსი და ზოგადად უნდა გავიგოთ რას ნიშნავს დებატი. მათ ხომ ეს არიციან, იმიტომ რომ ესენი არიან ის ხალხი და რიგითი გვარამიების, რიგითი ლომჯარიების, რომელი ერთი გვარი ვახსენო ამ აგენტების, რომელთაც, როდესაც ჩვენ სცენარებზე ვსაუბრობთ, როდესაც დავალებებზე ვსაუბრობთ, როდესაც შესრულებაზე ვსაუბრობთ და იმ პუნქტებზე, რომელსაც ასწავლიდნენ, ჩამოსდიოდათ ეს აკერმანის სწავლება იქნებოდა სხვა რომელი ერთი ჩამოთვალოთ, მათივე ინსტრუქციით იყო. ესენი არიან ხალხი, რომელთაც მოკლეს ამ ქვეყანაში პირდაპირ მნიშვნელობით დებატები და რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ ქვეყანაში არ ყოფილიყო დებატები და ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თუ რატო მიიღეს მათ ეს დავალება და რატო აკეთეს ყველაფერი რომ მათ ქვეყანაში ეს დებატები მოეკლათ. თავიანთი ესეთი რადიკალური ქმედებებით, როგორც ტელევიზიაში, ისევე ტელევიზიის გარეთ, ხო, კარგად ხედავდით მე რამდენი რევოლუციური სცენარი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ხო? იმიტომ რომ ერთი, როდესაც ჩვენ სიცრუეზე, ფარსზე, ყველა აღქმებზე, ბინძურ პოლიტიკაზე აგებ პროტესტ თუ ნებისმიერ სხვა სცენარს, რომელიც მოიცავს ასევე მედია, დაქვემდებარებულ მედია საშუალებებს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომ არ შეხვიდე დებატში იქ და არ შეხვიდე დებატი იმ ჯანსაღ ძალასთან, სადაც შენ ესე ვთქვათ არ გექნება ესე ვთქვათ საშუალება, რომ დაიცვა ის შენი სიცრუე და ის შენი სიყალბე, რომელიც სიცრუით და სიყალბითაც ესენი მოძრაობენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაში 2012 წლის შემდეგ და როგორი სიცრუით და სიყალბით და სცენარებით მოძრაობდნენ პოლიტიკაში და არსებობდნენ 2012 წლამდე. აი ეს იყო და დარწმუნებული ვარ, იყო მათი ერთ-ერთი გენერალური ხაზი იმ ბევრ სცენარში და სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ეს თელი უსამშობლოთა გაერთიანება მიყვება უკვე 10 წლებია ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად იყო და მზად ვართ ჯანსაღი დებატისთვის, თემატური დებატისთვის და კიდევ ერთხელ მთავარია ყველა მხარემ და ზოგადად გავიგოთ რას ნიშნავს დებატი და გავიგოთ რას ნიშნავს დებატის არსი. და მათთან ვინც ახლა ჩამოთვალე მე, მათთან ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია საერთოდ ამაზე საუბარი. მაგრამ არიან აქ ქვეყანაში ძალები, ვისთანაც და არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს რაღაც თქვათ პოლიტიკური, მხოლოდ პოლიტიკოსები და არიან დარგის სპეციალისტები, არიან ექსპერტთა ჯგუფები, უამრავი ადამიანი, ყველა მხრივ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერ თემაზე და თემატურად გაიშალოს დებატები და ყოველთვის მზად ვართ და მზად ვიქნებით ამისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. თქვენ ორივე საკითხზე ისაუბრეთ, მაგრამ რამდენიმე დაზუსტება მაქვს ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს განიხილება თუ არა დაჩქარებული წესით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ეს კითხვა მაქვს და კიდევ რომ განმარტოთ, ანუ უცხოეთი და ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის საქართველოში გადმორიცხული თანხა ითვლება გრანტად და ამისთვის ნებართვა უნდა აიღონ მთავრობისგან ამ თანხის მისაღებად. სწორად გავიგეთ. კი ბატონო, გეტყვით, პირველ რიგში თქვენი კითხვის პირველი ნაწილი არ განიხილება დაჩქარებულ რეჟიმში, ჩვეულებრივი პროცედურით, ყველანაირი ჩვეულებრივი რეჟიმში წავა განხილვა, როგორც საკომიტეტო სასესიო კვირის განმავლობაში, ასე რომ ძალიან ნათლად ღიად შეიძლება საზოგადოებას ან ხანგრძლივი დროით ადევნოს, ჩვეულ რეჟიმში ადევნოს თვალყური როგორც საკომიტეტო მოსმენებს, ასევე სასესიო მოსმენებს. რაც შეეხება ნებისმიერი პირის, აქ არის საუბარი, როდესაც ეს
მოდის ეს უცხოური დაფინანსება მოდის სხვადასხვა ორგანიზაციიდან და შემდეგ დაიდენტიფიცირდება ნებისმიერი ესე ვთქვათ დაიდენტიფიცირება ნებისმიერი გადასახადი რომელიც შეიძლება შემდეგ მოხმარებული იყოს იმ დესტრუქციისთვის რომ დესტრუქციასაც დღეს ვხედავთ ჩვენს ცდილობებს ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში ეხლა რაც შეეხება რატომ ჭირდება ამ ყველაფერს და რატომ მოხდა საერთოდ და რატო გახდა ამის საჭიროება როგორც თავიდან როგორც ის ტექსტში ვახსენეთ ისევე დღეს ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები ღიად და დაუფარავად მათი ეხლა უკვე ბრიუსელიდან პატრონების მხრიდან რომ ისინი ეძებენ ყველანაირ გზას რომ როგორმე ამ ქვეყანაში შემოვიდეს შავი ფული ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას რომ ეს ესე მოხდეს ყველანაირი ხვდა პირველი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა თავის საზოგადოების წინაშე და თავის ქვეყნის წინაშე რომ ის დესტრუქცია და წინასწარ დაანონსებული და გაცხადებული ესე ვთქვათ დესტრუქცია ფაქტობრივად ქრონიკა გადატრიალების ქრონიკა რევოლუციის ქრონიკას ღიად ბოლო წლებია გვიანონსებენ ჩვენი უცხოური ბჭყალებში კეთილის მოსურნეები და ბჭყალებში მეგობრები ხო ამის უფლებას ჩვენ ამას ვერ მივცემთ არა მხოლოდ ჩვენ არც ერთი თავმოყარე სუვერენული ქვეყანა ამის უფლებას არ მისცემს არც ერთ ძალს მეორე საკითხი რაც არის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხი ამ კომისიის შექმნა მოხდება პირველივე სასესიო კვირაში და იგივე კვოტებით მოხდება განსაზღვრა როგორც ხდებოდა წინა შემთხვევაში კი პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ამ კომისიის ჩამოყალიბება რაც შეეხება კვოტებს ამას უკვე საპროცედურო კომიტეტი დაადგეს და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ერთი რაც შემიძლია გაგიმხილოთ კომიტეტს ესე ვთქვათ ამ კომისიას უხელმძღვანელებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი შოთა ბერეკაშვილი რომელიც ბიზნესიდან მოდის რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ბიზნესში აქ ძალიან საფუძვლიანი და ძალიან მნიშვნელოვანი განათლება მიღებული და აქ ძალიან დიდი კვალიფიკაცია ზოგადად ბიზნესის კუთხით და ბიზნეს გამოცდილების კუთხით და დარწმუნებული ვართ მისი კვალიფიკაცია მისი გამოცდილება როგორც ბიზნესში ასევე ყველა მიმართულებით რაც მას გაუვლია ძალიან გამოადგება ამ კომისიას დარწმუნებული იყო საზოგადოება თითოეული წევრი რომელიც იქნება ამ კომისიაში გაწევრებული ფრაქცია ქართული ოცნების მხრიდან დარწმუნებული ვართ არამხოლოდ იქნება საკმაოდ კვალიფიციური და საკმაოდ კვალიფიციურად წამომსჯელობა და კვლევა ყველა იმ საკითხზე რაც გვაქვს დაანონსებული ბატონო ირაკლი მინდა გკითხოთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია დაამტკიცა და დოკუმენტში აღნიშნულია რომ იგი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომ გაუარესების შესახებ 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციას ითვალისწინებს ამ რეზოლუციაში ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა რა მოლოდინები გაქვთ თქვენ რა მოლოდინები უნდა გქონდეს იმ რეზოლუციის ავტორებისგან რომელი რეზოლუციებიც ახლა მოყვანილია აქ მაგალითად ამ დოკუმენტებში ხო იმიტომ რომ ამ დოკუმენტის ავტორები და შემდეგ იმ რეზოლუციის ავტორები სრული სინერგიით მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულიად ფარდა აქვთ ახდილი მათ ამ თავიანთ პირდაპირ ვიწრო პოლიტიკურ ქმედებებში ეს არის პირდაპირ გაცხადებულად და მოურულებლად ვამბობ ძალა რომელიც ცდილობს რომ ჩვენი ქვეყანა აქციოს ვასალ ქვეყანად პროქსი სახელმწიფოდ და აქციოს ქვეყნად სადაც მათ ვიწრო პოლიტიკურ თუ მერკანტილურ ინტერესებისგან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი პოლიტიკური ნებისმიერ ქვეყნის პოლიტიკური გუნდი შეასრულებს მათ დავალებას. ნუ რას უკაცრავად ძალიან კარგად იციან ჩვენი ქვეყნის ხედვა, ძალიან კარგად ხვდებიან სადგას ჩვენი საზოგადოება, ძალიან კარგად ხვდებიან და ხედავენ სადგას მართველი გუნდი, სადგას ხელისუფლება, არჩეული ხელისუფლება უკვე მეათეთ არჩეული ხელისუფლება ეს მათთვის არის და უნდა იყოს ძალიან კარგი და ნათელი მაგალითი, მაგრამ არა მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და რაოდენ უტიფარიც არ უნდა იყოს მათი ეს დღის წესრიგი, ისინი ამ დღის წესრიგს არ უხვიან. ხო ჩარუხვენ, ხო ჩვენ მათ გავცემთ შემდეგს. აი ესეთი არასამართლიანი მიდგომით. მათივე უკვე სათვალავე აგვერია აი ამდენი რეზოლუციით. თვითონვე გახადეს ჩალისფასი და თვითონვე მიაყენეს ზიანი იმ ევროპულ ფასეულობებს და იმ ევროპულ ღირებულებებს რომელ ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იდგა ევროპა და რომელსაც სცემდა მთელი მსოფლიო პატივს. ასევე მინდა გკითხოთ საქართველოში ჩამოსული არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლები დააპირებენ ოპოზიციასთან შეხვედრას, ასევე ოფიციალურ პირებთანაც. თქვენთან თუ არის დაგეგმილი ეს შეხვედრა?
ხო, თუ არის დაგეგმილი აუცილებლად შეხვდებიან და მოდით ამაზე ვისაუბროთ კონკრეტული შეხვედრების შემდეგ. მათი ვიზიტიც რომ შეგვიფასოთ საქართველოში. ნებისმიერი ვიზიტი არ მინდა გამოვყო, ნებისმიერი ვიზიტი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან, იმიტომ რომ გახსენებთ და ვახსენებთ ჩვენ საზოგადოებას ამის შეხსენება არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ხმამაღლად ღიად და ნათლად ვამბობთ ამას ბოლო წლებია და განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რომ ჩვენ ყველა ქვეყანას და ყველა ჩვენ მეგობარ პარტნიორ ქვეყანას ვართ მზად ვართ ღირსეული პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ასევე განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მზად ვართ, რომ თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე სადაც ახალი ფურცლით დაიწყოს ჩვენი ურთიერთობები, არაერთხელ გვითხოვს ამის ზაობა ღიაა და ამის ზაობა ნათელია ყველას. ასე რომ ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, შუა აზიიდან, არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ვიზიტი, რომელიც იქნება დაფუძნებული ობიექტურ შეფასებებზე და არ იქნება დაფუძნებული აღქმებზე და იმ თეორიებზე, რა თეორიებით და აღქმებითაც აქ საზრდოობს ეს უშიშრობლოთა გაერთიანება, ჩვენთვის იქნება მისასალმებელი და მისაღები. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, ილია ღუდურშაურთან დაკავშირებით კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული. პროკურატურა ამბობს, რომ შესაძლებელია რომ გაფართოვდეს დაკავებულთა წრეც. რამდენად უნდა ველოდოთ ახლა მომდევნო დღეებში დაკავების სერიას? კი ბატონო, რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელი პროცესებიც ვადევნებთ თვალყურს, იმ მუშაობას და იმ რეალურ ბრძოლას კორუფციასთან, რომელიც დაანონსა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსვლის დღიდან იმ თანამდებობაზე, რომელ თანამდებობასაც ის დღეს იკავებს. და არის გუნდი, სამთავრობო გუნდი და კონკრეტული უწყებები, რომელიც ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებენ ამ ყველაფერს. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, არ მინდა კონკრეტულ სახელდაგვარებამდე დავიდე და კონკრეტულ ისე თქვა საკითხებამდე და კონკრეტულ საქმეებამდე დავიდე. აღარ დავიწყებ იმის გამეორებას, რომ როდესაც ყოფილი გუნდის წევრზე, ან ყოფილი გუნდის წევრი და ყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელზე საუბარი, სასიამოვნო ფაქტი რომ არ არის განსაკუთრებით ჩვენთვის ეს აღარ ვიმეორებთ. ამას ეს ყველა მეცის საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მათაც ძალიან კარგად იციან, ვინც შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებაშია დღეს მიცემული, ძალიან კარგად იციან. ერთს ვიტყვი მხოლოდ და მხოლოდ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც არის გაცხადებული, ის გზა, ის კურსი, რომელსაც ახორციელებს უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა უწყება, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, საგამოძიებო ფუნქცია, მიმართულია ერთი. არ არსებობს ინდულგენცია, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული კორუფციის წინააღმდეგ და კარგად იცით გაცხადებული მიზანი ჩვენი, რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ, ღირსეულ და პირველ სამეულში კორუფციის ყველაზე დაბალი დონით და მათ შორის ყველა ის კვლევა, რომელი კვლევაც იდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის აი ამ ასე ვთქვათ, მართული ბიუროკრატების მიერ დაკვეთილი კვლევები, ეს მეორე რაღაცა утопия და გაუგებრობა, როდესაც კვლევა ერთს გეუბნება და პოლიტიკურ განცხადებას მეორე საკეთებს. მათ შორის ის კორუფციის დაბალი დონე მოქმედებს ყველაფერზე, იმ ეკონომიკურ ზრდაზე და იმ კეთილდღეობაზე, რომელსაც შემდეგ იმკის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ხო? ასე რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გოლია და ზოგადად კორუფცია გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, კორუფცია გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგად ყველა მიმართულებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველა კარგად ხვდებით, რომ არის საზოგადოების მაღალი ინტერესი და დარწმუნებული იყავით, რომ შესაბამისი უწყება ამ ინტერესს აუცილებლად როცა დააკმაყოფილებს და პროკურატურა იქნება, უსაფრთხოების სამსახური იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ არ ვართ და არ არის საზოგადოება სწორად გამიგეთ, განებევრებული ბრიფინგით და ყოველ ესე ვთქვათ შუალედური მოხსენებით და შუალედური საქმის კურსში ჩაყენებით ჩვენი საზოგადოების, ვინაიდან საზოგადოების დიდი ინტერესია სხვადასხვა საქმის მიმართ, დაველოდოთ. კიდევ ერთხელ ინდულგენცია ვერ იქნება ერთ-ერთი თანამდებობა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობა. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთხელ ხაზგასმით, რომ იმას აღარ ვიმეორებ, რომ ეს შეიძლება ხა რა თქმა უნდა, მაგრამ არის სასიამოვნო არ იყოს ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ყოფილი გუნდის წევრებზე ესეთი ფაქტების ხილვა, მაგრამ ეს არის ქვეყანა, ეს არის დემოკრატიული მოწყობა და ქვეყანა, სადაც კანონი კანონობს ყველასთვის. დიდი მადლობა.